ამ თემაზე საუბარს განაგრძობთ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან თემურ მურღულიასთან, რომელიც დღეს მოამბის სტუმარია. ბატონო თემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში კითხავთ, ჯარიმებთან დაკავშირებით დღეს განსხვავებული ინფორმაციები იწერებოდა. საუბარი იყო იმაზე, რომ მინიმალური ზღვარი ეს არის 50 ლარი, ხოლო მაქსიმუმი არის 5000 ლარამდე. რის მიხედვით მოხდა ფინანსური სანქციების გადანაწილება და განსაზღვრა ახალ კანონში? მოგესალმებით, დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა შევავსო საპატრულო პოლიციის განცხადება და ვთქვა, რომ ჯარიმები არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ მანქანიდან გადმოგდებას, ნებისმიერი ტიპის დაბინძურება იქნება დაჯარიმებადი, არა 50 ლარით, არამედ 80 ლარიდან დაიწყება, ეს იქნება ქუჩაში ნაგვის გადაგდება, სახლიდან გადმოგდებაზე იქნება 100 ლარი და შემდეგ უკვე ეტაპობრივად გაიზრდება. საუბარია 2 კილომდე ნარჩენებით ან 1 კუბომეტრამდე ნარჩენებით დაბინძურებაზე, უფრო მაღალი ტიპი, უფრო დიდ მოცულობით დაბინძურებაზე ბუნებრივია ჯარიმის მოცულობაც დიდი იქნება. იმედი მაქვს, რომ 5000 ლარი, რომელიც შეეხება სახიფათო ნარჩენებით დაბინძურებას, არავის დაჯარიმება არ დაგჭირდება, იმიტომ რომ რეალურად ეს არის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომელიც ყველამ თავის თავზე უნდა აიღოს და ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების კოდექსმა გაზარდა ჯარიმის მოცულობა 50 ლარი, თქვენ ბრძანეთ ძველი მოცულობა, ახლა უკვე 80 ლარიდან დაიწყება. ჩვენ ეს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იყო გარემოს დაცვის სამინისტრომ გავრცელა დღეს დილით, ამიტომ ვკითხეთ 50-დან 5000 ლარამდე. 80 ლარიდან დაიწყება და შესაბამისად იქნება 80-დან ზევით. მე მინდა ერთი რამე აღნიშნო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაჯარიმება არ არის ჩვენი თვითმიზანი. ნარჩენების მართვის კოდექსმა შემოიტანა თვითმმართველობის მიერ ნარჩენების მართვის სრულიად ახალი მიდგომები, უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, თუ არ არის ქუჩაში ურნა, თუ არ არის შექმნილი პირობები, ძალიან ძნელია ადამიანს მოთხოვნა. რეგიონებსა და დედაქალაქში იქნება თუ არა იგივე მდგომარეობა? ანუ ეს ჯარიმები თანაბრად შეეხება დიდ ქალაქებს, რეგიონებს, აი ეს როგორ დარეგულირდა ამ ცვლილებების მიხედვით? კოდექსის მიხედვით ეხება ყველა იმ მუნიციპალიტეტს და ტერიტორიას, სადაც უზრუნველყოფილია ნარჩენების გატანა. სადაც ნარჩენების გატანა არ არის უზრუნველყოფილი, 1 წლით ამ რეგულაციის მოქმედება გადაიდება და მიეცემა ვადა თვითმმართველობებს, რომ ამ 1 წელიწადში უზრუნველყონ როგორც ურნების განთავსება, ასევე ნარჩენების გატანის ორგანიზაცია. ბატონო თემურ, თუ მოხდა ამ დღეებში 2 დღეში ახალი სანქციები, ამოქმედება, ახალი რეგულაციები, დამატებით თუ მოხდა მობილიზაცია სანაგვე ურნების ქალაქებში, იმიტომ რომ ხშირად ისმის ხოლმე პრეტენზიები მოქალაქეების მხრიდან, რომ ზოგ ადგილებში ან ცოტა არის, ან დაზიანებულია ის სანაგვე ყუთები, რომელთაც მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს ესეთ. ბუნებრივია 2 დღე არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს, თუმცა ჩვენ უკვე გასულ წელს დავიწყეთ თვითმმართველობებთან მუშაობა, ყველა თვითმმართველობას თხოვეთ პრიორიტეტად დაესახა მიმდინარე წელს როგორც ურნების განთავსების მოწესრიგება, ასევე გატანის მოწესრიგება იმ მუნიციპალიტეტებს, რომელსაც ჰქონდათ ამის ფინანსური საშუალება, გარკვეული ნაბიჯები გადადგმული აქვს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს 3 წელიწადს ექნებათ საშუალება სხვადასხვა ფონდებიდან, მათ შორის დონორების დახმარებით ეს ვაკუუმი შეავსონ და რეალურად გაცილებით გააუმჯობესონ მდგომარეობა. დიახ, გარდა ჯარიმებისა, დღეს აქცენტი სწორედ ჯარიმებზე კეთდებოდა თქვენს მიერ მომზადებულ რეგულაციებში. წერია, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ხელახალ გამოყენებას, უსაფრთხო დამუშავებას და ენერგიის აღდგენას. ანუ როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ისევ და ისევ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს მიმართულება. არა დაჯარიმება, არამედ ის, რომ ზოგადად შემცირდეს ნარჩენების მოცულობა. ჩვენ დროთა განმავლობაში უახლოესი 2 წლის მანძილზე ვიწყებთ სეპარაციას, ისევე როგორც ეს არის ევროპის ქვეყნებში. იქნება მწარმოებლების გაფართოებული პასუხისმგებლობა, როდესაც მწარმოებლები და იმპორტიორები ხელს შეუწყობენ ნარჩენების შეგროვებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს იმისათვის, რომ საზოგადოებას კონდეს ჯანსაღი გარემო და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ნარჩენებს. ნარჩენები იყო 2014 წლის საკანონმდებლო ინიციატივა, 2015 წელში იგივე შეეხება წყლის დაბინძურებას, იგივე შეეხება ჰაერის დაბინძურებას. ჩვენ ძალიან კომპლექსურად უდგებით ჯანსაღი გარემოს ფორმირების საკითხებს. და რა ვალდებულებები დაეკისრებათ მწარმოებლებს, აქ ფიზიკურ პირებზეც არის საუბარი და ასევე იურიდიულ პირებზე. მწარმოებლების შემთხვევაში რა ვალდებულებებს ითვირთავენ ისინი საკუთარ თავზე? მომდევნო 2 წლის მანძილზე ის მწარმოებლები და მათ შორის იმპორტიორებიც კანონისთვის
ისინი გათანაბრებულები არიან, რომლებიც სპეციფიურ ნარჩენებს წარმოქმნიან. ეს არის აკუმულატორები, მოგეხსენებათ, რომლებიც ძალიან საშიში არის გარემოსთვის. ეს არის გამოყენებული ზეთები, მთელი რიგი პლასმასის პროდუქცია, ისინი ერთობლივად სახელმწიფოსთან იმუშავებენ იმაზე, რომ ასეთი ტიპის ნარჩენები აღარ მოხდეს ბუნებაში, აღარ მოხდეს მათ შორის ნაგავ საყრელებზე, არამედ პრევენტულად იქნეს შეგროვებული და გადამუშავებული. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ წყლის და ჰაერის დაბინძურების პრევენციაზე, სწორედ ამ ტიპის ნარჩენები ძალიან დიდ ხიფათს წარმოადგენენ, როგორც წყლისთვის, ასევე ჰაერისთვის. ამიტომ პრინციპულად მოხდება შეთანხმება მწარმოებლებთან, რათა მათ უზრუნველყონ გამოყენებული როგორც აკუმულატორების, ასევე ზეთების და კიდევ მთელი რიგი ნომენკლატურის შეგროვება და გადამუშავება. დიდი მადლობას გიხდით, რომ ვიყავით ჩვენ სტუმარი. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში ჩვენ კითხვებს